ძალიან მაგარი ბუნება, ხალხნო, არაჩვეულებრივი ადგილებია, როგორც საცხოვრებლად, ასევე აგარკების ასაშენებლად, მაგრამ სამწუხაროდ არის მიტოვებული ძალიან ბევრი ადგილი რა, აი ძალიან ბევრი სოფელი. რა თქმა უნდა, ხა მთავრობის ჩარევის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ის იმ პრობლემების გადალახვა და მოგვარება, რომელიც დგას ამ დაუსახლებელ და მიტოვებულ სოფლებში, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ცოტა პატარა ინიციატივა. სურვილი უნდა კონდეს, რომ ეს ჩვენი მიწაწყალი ბოლო-ბოლო არ დაუტოვოთ აი ურჯულოებს, რომლებიც საუკუნეების წინ ჩვენ გხოცავდნენ, გჟლეტავდნენ, გვანადგურებდნენ. საუბარი მაქვს ოსმალებზე, სპარსელებზე, მონღოლებზე, არაბებზე. ეგენი არიან ჩვენთვის, ქართველებისთვის და ქრისტიანებისთვის ჩვეულებრივი ურჯულოები, რომლებიც ცოტა ხანში 5 წელიწადში გადალეკავენ და გადაულიან საქართველოს და ქართველები საერთოდ აღარ დარჩებიან ჩვენ ქვეყანაში. ისედაც დღესდღეობით იმდენი ქართველი გარბის არ ვიცი, თქვენი შვილები, ჩემი შვილები, ჩემი ახლობლები, რავი, ძირითადად გაქცეულები არიან ზოგისა და ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მთავრობაც ცოტა რავი რაღაცნაირად უნდა გამოფხიზლდეს თუ გამოცოცხლდეს და ცოტა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ძალიან დიდ პრობლემას, რომლის წინაშეც საქართველოს და ქართველი ხალხი და მოსახლეობა ცოტა ხანში შეიძლება დადგეს და შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა. მეგობრებო, დაახლოებით 80-ზე მეტი სოფელი მაქვს გადაღებული მარტო აღმოსავლეთ საქართველოს. წარმოიდგინეთ, რამხელა აუთვისებელი ტერიტორიებია. ასე რომ მეგობრებო, არ ვიცი რა მოხდება, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება, ჩვენ ქვეყანა შევინარჩუნებ, ჩვენი ემიგრანტები ისეთი საცხოვრებელი პირობები შეიქმნება საქართველოში, რომ ვინც არის გაქცეული ემიგრაციაში, ქართველები სულ ყველა დაბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, სამშობლოში დაუბრუნდებიან და ისეთი მდგომარეობა და პირობები იქნება საქართველოში, რომ პირიქით ევროპელები, ამერიკელები და რუსები ჩამოდიოდნენ საქართველოში სამუშაოდ. ღმერთმა ხნას რო ეგრე იყოს. სულ ყველა სოფელი, რომელიც არის მიტოვებული, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის გზა და ყოველთვის მაგ პრობლემას ვაწყდებით, როდესაც სოფელში შევდივართ და ადგილობრივ მოსახლეს ვესაუბრებით, ყველა მაგაზე წუწუნებს და მაგას ჩივის, რომ ერთადერთი პრობლემა მნიშვნელოვანი არის გზა და დანარჩენზე ხა ასე თუ ისე თვალს ხუჭავს ადამიანი, სოფლის მაცხოვრებელი. ეხა მეგობრებო, იმყოფებით ჩვენ სოფელ ზემო ქსოვრისში. აი ეს ერთ-ერთი სოფლის სახლი. პირობები ძალიან ცუდია, კი, მაგრამ ცხოვრობს ვიღაცა, ძროხები ყავს და მინდა რომ ნახო ერთი როგორ ცხოვრობს, ვინ ცხოვრობს. ცოტას გავივლი სოფელში. გააჩერეთ. ხო, გააჩერეთ სადმე მანქანა და. სოფელი არის ძალიან კარგ ადგილას. მაგრამ სამწუხაროდ გზა არ არის კარგი და შესაბამისად ხალხიც არავინ არ ცხოვრობს. ისევე როგორც ყველა დანარჩენ სოფლებში, რომელიც გადაღებული მაქვს. მე იმედი მქონდა ამ სოფელში ვინმეს შევხვდებოდი და გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ძროხების მეტი არავინ არ შემხვედრია და ეს ძროხებიც ვისია ძალიან საინტერესო ამბავია. ეს ერთი სახლი შედარებით თანამედროვე სტილში არის, ახალი აშენებულია და იმედი მქონდა აქ ვიღაცას ნახავდი, მაგრამ არავინ არ არის ამჟამად ამ სახლში. დანარჩენი სახლები არის ზოგს ბოქლომიადევს, ეგერე სახლიც ძალიან ძველი სახლია, ბოქლომიადევს. ასე რომ ეს არის სოფელი ზემო ქსოვრისი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სოფელში, ულამაზეს ბუნებაშია. ეს არის სოფელი იკვლიվ გორანა, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონში. საგარეჯოდან არის დაახლოებით 70 კილომეტრი. საკმაოდ მაღალზეა ზღვის დონიდან, 1500 მეტრია. აბსოლუტურად ყველაფერი გასაკეთებელია. გაზი აქ არ არის, წყალი აქ არ გვაქვს და გზა აქ არ გვაქვს და ასე შემდეგ. ეს კიდე ცოტა გამშრალია და ცოტა დაკეტნილი არის. მიგეთ? აბსოლუტურად არაფერი არა. და არხებსაც კი ხედავ როგორ მიდის წყალი, აი გადაიღე და ნახე მე. ახალი გაკეთებულია. დენს ახალი გაკეთებულია. აი ესე წვალობს და ვარც, რა ვიცი, პატრონი ჩვენ არ აყავს არავინ. კაც სახლი დაეწოდა, სახანძრო მოვიდა 3 საათი აქედან აგ იქამდე ვერ მივიდა, რომ ეს ახალი დაყრილი ეზეც არ იყო საერთოდ.
არხი აქ არ არის, კანალიზაცია აქ არ არის, აბსოლუტურად არაფერი არ არის. არის პატრონი არ ყავს კიდე. ერთი გამგებელი ყავს იმას, რასაც შეუძლია ის აკეთებს, მაგრამ გამგებელი ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს, რაც ზემოდან უნდა გადაწყვეტოს. რა თქმა უნდა. ეს თიანეთის მუნიციპალიტეტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. და ზედა სოფელშიც ეგეთი სიტუაცია იქნება იქ. სოფელშიც იგივე სიტუაცია არის. ცოტა მოსახლეობაა და იქაც იგივეა, არაფერი არ არის. უარესი გზებია იქ და იქ. მე რას საქმიანობთ, რითი ირჩენთ თავს? არანაირი სამსახური აქ არ არის. ზოგ საქონელი ყავს, ზოგი კარტოფილის თესავს და ასე შემდეგ, თუ ანუ მშიერი არ იყო, ესე ვთქვათ რა, ანუ რომ იარსებო რა. როგორც ასეთი რომ არსებობის შემდეგ რაღაც გააკეთო, ეგეთი რამე გამორიცხულია. იმიტომ რომ არ არის არაფერი რა. ტყეში ცხოვრობ და მიიხედეთ ამ მთაში ხარ და ხე რომ მოჭირა იმის უფლება არ აქვს. მოჭირი ერთ ხეს და აგი კაცმა 5000 ლარი გადაიხადა და დააჯარიბა. რომ საქმე შეშამოეტანა ხმელი. ასე რომ აი ესეა რა. ვერდადი თუ მანქანა არ აქვს, მანქანა კი ემსახურება ვახს, მაგრამ ზამთარში ისეთი ტალახი და გამოდის, უჭირს რა. და თუნდაც შენს გეშინია მშობელს რომ შეიძლება მოცულდეს ის მანქანა და გადავარდეს, ხო? ისეთი ამოსასვლელია და ისეთი გზა არის და. აი, ეს სხვა რა გიცეთ, აბა რა ესია რა. და თბილისია გინდა 40 წუთი რო აქ ამოხვიდე და აქ უნდა იყოს ყველანაირად აყვავებული, ესია. ბავშვებს ახლა ბევრი ბავშვები არიან პატარები. ბაღი ამათ არ აქვს, სტადიონი არ აქვს ელემენტარული. რომ ბავშვი გავიდეს სადღაცას ითამაშოს, ხო? არ არის და უბრალოდ. ყველას აქვს თავის ეზოში და სოფელი ახლა ნაკლები მოძრაობა და ისა პროს გარეთ უშვებს ბავშვს. ეს ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით ჩვენ სოფელ იკვლევ გორანაში და შეგვხვდა ეგ ადგილობრივი მოსახლე და მაინტერესებს ეხლა მისი აზრი სოფელში რა უჭირთ, რა უხინთ, რითი ცხოვრობენ, რა საქმიანობენ. პატივცემულო, თქვენი სახელი? მე ზურა მქვია. დაანებეს თავის ტრუხაზე გააკეთეს, დასკრა ტრუბები, შლანგები. ანუ მილები არის, მაგრამ გაზი არ არის, ხო შემოყვანილი? აჰა, გასაგებია. გამგებელს ფეხებზე კიდე ყურადღებას არ გვაქვს ეს არაფერი. ხალხი გარბის აქედან ქალაქიდან. ხო. აი ესეთი პრობლემა რა ფერი. მესაჯი გამგებელი წყნავს ისა რა. უნდა წაავლო ყურებში, ხელი წაიყვანო საგარეჯოში, ან გააკეთეს კოსმოსი. თელი ხალხი მაგას ემდურება და თელი სოფელი. ისე ვიკვლევ გორანაში ვართ. სულ გზას აკეთებენ, მაგრამ ვერ ადეშველა არაფერი. აი თქვენ ხო ნახეთ, სწალახი და რამე. ვერ ამოვდივარ, ზამთარში ვერ ამოვდივარ კიდეც. თოვლი არის ვაფშე და მანქანა ბუქსობს ვერ ამოდის. აქედან აი რამდენი კილომეტრია, სადღაც 3-4 კილომეტრია თუ რაღაცა და სულ ფეხით ჩავდივართ, ფეხით ამოვდივართ. აი დაბლამდე. იური რო წყალი რო სიონის მარშრუტკა არის ვაფშე და ხალხი მიდის იქის ხედი რო არის. იქ მივდივართ ხოლმე და თუ წავსვლა გვინდა ქალაქში, იქ ჩავდივართ და იქ ველოდებით ვაფშე. ნუ ამ მარშრუტი თავზეებს, ალბათ იქიდან გამოხვედით სახელმწიფო და იქიდან ფეხით მოვდივართ. თუ რამე გვაქვს აი ესე წამოსვლელი, ზაფხულში კიდე მაინც როცა გზა არის, გაშრება და რაღაცა რა, აი ეს გზა რო გაშრება. ესე იგი, მაშინ კიდე შეგვეძლია რომ რაღაცა მანქანით რამე იქიდან რო ვეში წამოიღოთ რამე ამ პროდუქტი რაღაცა რა ვიცი. დაუდევთ ამოიტანთ. პირდებიან რამე ეს? ვინა არა, კაციშვილი არა. აი კაციშვილი არავინ არ მოსულა და არ უთქვი აბა რასაკეთებთ. ვინა ხართ, სადაურები ხართ, რასა აი რა მდგომარეობა ხართ. არავით არ შემთხვევაში. ეს რაიონი არის ვაფშე, აი ეს საკარჯოს რაიონი. ხო და იქიდან ვინა კაციშვილი არა, არადროს არა, კაცი დავბერდი ვაფშე. და არ მახსოვს ვაფშე რომ ეს დენი რო არის კიდე კაია, მაგრამ მარტო დენი ხო არ არის არა. დენი ეს დენი ეხლა გააკეთეს აი. ახალი გაკეთებულია. ახალი გაკეთებულია. ახალი გაკეთებული. ხო და ისე დღეში ვიყავით რომ კვირაობითა და რა ვიცი. ორი კვირა და დენი არ იყო და აი სოლბები რო იდგა ვაფშე. აი ეს რამდენი სახლებია იქ, სულ მიტოვებულია ეს კედლები ჩამოშლილი რა. იმიტომ რომ ყურადღებას რო არავინ არ აქცევს, ცხოვრება გაჭირდა. ძნელია, მით უმეტეს ეხლა ადრე უფრო გაჭირვება იყო ვაფშე. ეხლა ისე მაინც არ არის, აი მithom რაღაცა დაახარეს, ხო, მithom გზა გააკეთეს, მაგრამ
ვერა ეს თიანეთის რაიონია ზოგადად კეთდება გზებია რავი სანიაღვრეები კეთდება ყველაფერი კეთდება მოვიდნენ ხე ხევზე ხო გადმოხვედით ესე კუსკი რო ჩამოდეს აი მოვიდოდნენ გადაუღებდნენ სურათებს წავიდნენ სურათის გადაღება უნდა იმას ნუ გაკეთება უნდა იმას სურათის გადაღება ეგ არის მეტი ხო არა არ აინტერესებთ არ უნდა რატო არ უნდა დღევანდელ დღეს რო გზა არ გექნება და ეს გზა უბედურება ადამიანს საკუთარ სახში მოსვლა უნდადეს და ვერ მოდის იმის გამო რომ გზა არ არის ზეგანაცავთ არ აყავს ყველას ის ორხიდიანი მანქანა მივიდეს სახლამდე მოვიდეს რაღაცა დილამშვიდობის მეგობრებო დღეს ვიმყოფებით ისევ გუდამაყარში გუდამაყრის ხეობა შედგება 22 სოფლისაგან ყველა სოფლის დათვალიერებას და ყველა სოფელში მისვლას რა თქმა უნდა ფიზიკურად ვერ მოახერხებთ მაგრამ ვეცდებით რამდენიმე სოფელი გადავიღოთ და გაჩვენოთ ეს არის მეგობრებო სოფელ ანთოხამდე მისასვლელი გზა აი თქვენ თვითონ ხედავთ როგორი გზა არის აქ მანქანით შეუძლებელია ამოსვლა ისია აი ეს კლდები ჩამორეცხილი წვიმისგან აი რა საინტერესოა აი აქ როგორ ცხოვრობდა ადრე ხალხი ადამიანები ხო ცხოვრობდნენ ახლა ააშენეს ხო ისეთი ფერდობია აი ძლივს დავდივარ ისეთი აღმართებია რა მაგრამ ფაქტი სახეზია ეგერ ასახლარები არის რამოდენიმე და ზევითაც არის რამოდენიმე სახე სადაც ფიზიკურად ვერავედი ეს ახლა ბილიკი კიდე მიუყვება აი ეგ ძველი ღობეებია დარჩენილი და აი ეს ბილიკები კიდე მიუყვება და არ ვიცი ახლა სადამდე მიდის ეს ცოტა მინდა გავყვე და ერთი ვნახო ეს ბილიკი სადამდე მიმიყვანს რა კედლის ფრაგმენტი გამოჩნდა აქაც სახლი იყო სასწაულია რა აი როგორ ადგილზე იყო ნახეთ აი გოდერძი ჩოხელის მუზეუმი უფრო სწორად ქვევით იქიდან აი ეს ადგილი კარგად ჩანდა და იმიტომ დამაინტერესა მოსულიყავი აქ და მენახა რა ხდებოდა სახლი ძველი ოდესღაც აქ ამ სახლში ცხოვრობდნენ ეგერ და ეხლა როგორ არის გაპარტახებული და დანგრეული ეს არის სოფელი ართოხი გუდამაყრის ხეობის ერთ-ერთ მაღალ წერტილზე არსებული სოფელი 1500 მეტრია დაახლოებით ზღვის დონიდან და დღეს ამ სოფელში არავინ აღარ არის იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია ცივილიზებულ სამყაროსთან ამ სოფელს არ გააჩნია დღეს ვიმყოფებით ჩვენ სოფელ არხოთში საკმაოდ ძველი სოფელია პატარა სოფელია მოსახლეობა არის ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები და აგრეთვე ოსებიც არიან დარჩენილები ამ სოფლის მერე არის კიდე პატარა სოფელი ნაპილნარი ეს ორივე სოფელი გვინდა რომ ნახოთ დილამშვიდობის იცოცხლეთ ამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ ქართველები არა ოსები ხო რა გვარის ქალბატონი ბრძანდებით მე გოგიჩაიშვილი აქ ისეთი ხალხი ცხოვრობდა რომ მე მგონი რავი აღარ დაიბადება ეგეთი თბილი ძალიან აქ სტუმარი რო ჩამოვიდოდა თუ რომელიმე ოჯახი არ გადაიპატიჟებდა ის თავს ვერ გამოყოფდა სირცხვილით გარეთ ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობდა იმ ერთმანეთის სტუმარს არ არჩევდნენ აი რავი დადას აღარ იმახშება რავი ღმერთმა ქნას კიდევ ვიტახი რომ მშვიდობა იყოს ჩვენ არ გვინდა ომი და არაფერი ნამდვილად ეხლა ვიმყოფებით სოფელ დიდ ნამტრიანში გამარჯობათ ქალბატონო თქვენ აქ ცხოვრობთ ამ სოფელში რა ქვია ამ სოფელს დიდი ნამტრიანი დიდი ნამტრიანი აქ შუქი გააქვთ ეს მზის ბატარეები გვაქვს ვინ დაგიყენათ რავი რომელ წელს ჯერ ერთხელ და გერმანიის ის იყო ჩამოსული და ეს მემრე მთავრობა მე მგონი ბევრი ცხოვრობს ამ სოფელში ადამიანი ორი კომის ცხოვრობს ორი კომლის სულ მეტი არა ქართველები კი თიულები ხართ რა გვარის ქალბატონი ბრძანდებით აფციაური აფციაური აქ დავიბადე
აქ გავიზარდი, აქ დავბერძი. ღმერთმა გაგახაროთ იცოცხლე. დღეს ჩვენ მივამართებით სოფელი კადოეთისკენ, რომელიც არის დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფელი, მიტოვებული სოფელია და მინდა მივიდეთ ამ სოფლამდე, ვნახოთ როგორი მისასვლელი გზა არის, რასით ეს არის მეგობრებო კიდევ ერთი მიტოვებული სოფელი, რომელსაც ქვია კადოეთი. ამ სოფლამდე ამოსასვლელი გზა ფაქტიურად აღარ არის. ერთი მონაკვეთი ისე იყო გაყინული, რომ მანქანით ვეღარ ამოვედით და წამოვედი ფეხით. აი აქაც სახლი იყო. ცხენები დადიან, სულ ცხენები დადიან. ალბათ ცხენები დატოვეს, მიცხოვრობდა აქ პატრონებმა. აი 2005 წელი. გაზეთი 24 საათი. 2005 წლიდან აქ და ბესო ვერ გავიგი არ იჭერს აქ კარგად. უკან დამოსვლას რო დაიწყებ გითხარი. კაი, და ასეთი სახლები ამ სოფელში არის რამოდენიმე, აი კიდე ერთი. აი სოფლის დასაწყისი. და ეს არის სოფლის გზა. სოფელში ამოსასვლელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივყოფებით ჟინვალის წყალსაცავთან, კერძოდ ვართ ჟინვალის მეორე მხარეს, ცენტრალური გზიდან ჩანს ხოლმე პატარა კოშკი, რომელიც ძირითადად იმ დროს, როდესაც ჟინვალის წყალსაცავს ავსებენ ხოლმე გაზაფხულობით, ეს კოშკი ფაქტიურად დამალულია წყალში. დაახლოებით 300 მეტრში არის კიდევ ერთი მიტოვებული სოფელი. სოფელს ქვია ავენისი და ამ სოფელშიც მივიდეთ, ვნახოთ რა მდგომარეობა და რა ხდება. არის კიდევ ერთი მიტოვებული სახლი. არა და ეს ისეთი კარგი ადგილია, რატო უნდა იყოს მიტოვებული ეს სახლები, არ ვიცი. დენი არ შემხვედრი არის ნეტა ამ სოფლებში, დენი ალბათ იქნება. იქნება და აქ იყო ადრე აშკარად, აი ზევით არის კრიშაზე ის დარჩენილი. ხო, დენიც იყო. ეგერ არის ანანური ჟინვალის წყალსაცავი და აქვე 100 მეტრში წყალსაცავის მეორე მხარეს არის ასე ძალიან მაგარ ადგილას ძალიან მაგარი სოფელი, რომელიც ამჟამად არის დაუსახლებელი და ასეთი მიტოვებული სახლები არის სულ.